არსებობს ბევრი საოცრება და თვალისთვის უჩვეულო ობიექტები. ზოგიერთი ობიექტი გვაოცებს გასაოცარი ზომით, ზოგიერთი თვალის მჭრელი ფერებით, ზოგი კი უჩვეულო და გასაკვირი ფორმით. დღეს ვისაუბრებ მზის სისტემაში ერთადერთ პლანეტაზე, რომელსაც აქვს ყველაზე განსხვავებული და გასაოცარი ფორმა, რომელიც მზის სისტემის პლანეტებზე საუბრისას პირველი გვახსენდება. ამ პლანეტას ვხედავდით ბავშვობაში ტელევიზიაში. კოსმოსის ხატვის დროს კი შეუძლებელი იყო ამ პლანეტის უარყოფა და დავიწყება. ალბათ მოხატულია ჩვენი ოთახის კედლებიც, ან გვაქვს მაისურიც. დაუსრულებლად შემიძლია ჩამოთვალო ამ პლანეტის პოპულარობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არის ყველაზე ცნობილი პლანეტა მზის სისტემაში. გეგმაში მაქვს ჩემი არხის მოღვაწეობა დავიწყო მზის სისტემის პლანეტების მოკლე მიმოხილვით. მე უკვე გავაკეთე ვიდეოები მზეზე, მერკურიზე, ვენერაზე, დედამიწაზე, მარსზე და იუპიტერზე. დამრჩა სატურნი, ურანი და ნეპტუნი. დავაკვირდი, რომ ჩემი მაყურებლების 50% გამოწერის გარაშე უყურებენ ვიდეოებს. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები კოსმოსის შესახებ. ასევე არ დავივიწყოთ ლაიქი, რომელიც მხოლოდ 2-3 წამს წაგართმევთ და საკუთარი აზრის დაფიქსირება კომენტარის სახით. ახლა კი დავიწყოთ. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება სატურნი მზიდან დაშორების მიხედვით მე-6 პლანეტა არის, ხოლო სიდიდით მეორე პლანეტად ითვლება. სატურნის პერიხელიუმი მზესთან დაახლოებით 1.354 კილომეტრია, ხოლო აფელიუმი 1.513 კილომეტრს წარმოადგენს. დედამიწიდან კი სატურნის მანძილი დაახლოებით 1.280 კილომეტრს ითვლის და 1.195 კილომეტრიდან 1.660 კილომეტრამდე იცვლება. ისევე როგორც იუპიტერი, სატურნიც წარმოადგენს გაზურ გიგანტს. სატურნი წარმოადგენს ერთადერთ პლანეტას მზის სისტემაში, რომლის სიმკვრივე წყალზე ნაკლებია. თვით მზის სიმკვრივეც კი წყალზე 1.4-ით მეტია. მიუხედავად ამისა, თავისი უზარმაზარი ზომის გამო, რომლის დიამეტრი 120,000 კილომეტრია, მისი მასა დაახლოებით 95-ჯერ მეტია დედამიწისაზე. გამოთვლებიდან გამომდინარე, მასში დაახლოებით 765 დედამიწა დაეტეოდა. ისევე როგორც სხვა გაზურ ობიექტებზე მზის სისტემაში, სატურნზე შეუძლებელია დესანტური კაფსულების დაშვება და მისი წიაღისეულების გამოკვლევა. ახალი გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ სატურნის ბირთვი წარმოადგენს სატურნის ზომის 60%-ს. ასევე გაირკვა ისიც, რომ ბირთვი დიფუზიურია, ესე კი არ აქვს მყარი გარსი, როგორც ზოგიერთი პლანეტის ბირთვს და ცენტრიდან ზედაპირამდე უფრო სქელი მდგომარეობიდან გადადის ნაკლებად მკვრივ მდგომარეობაში. რამდენიმე ათეული წლის წინ მეცნიერებს ეგონათ, რომ სატურნის ბირთვი შედგება ყინულისგან და სილიკატებისგან. მაგრამ კოსმოსურმა ზონდმა კასინმა მათი მსოფლმხედველობა შეცვალა და ასევე დაადასტურა სატურნის ტემპერატურებიც, რომლებზეც ცოტა გვიან ვისაუბრებ. სატურნი ბევრი რამით არის გამორჩეული სხვა პლანეტებისგან. ერთ-ერთი ფაქტი ის არის, რომ მას გააჩნია მზის სისტემაში ყველაზე მეტი თანამგზავრი და გასაკვირია ის, რომ აქამდეც ხდება მათი აღმოჩენები. სატურნის თანამგზავრები არანაკლებ ინტერესს იმსახურებენ, ვიდრე სატურნი. მაგრამ სამწუხაროდ ამ ვიდეოში მხოლოდ ერთ თანამგზავრს შევეხები, თვითონ თანამგზავრებს კი ცალკე ვიდეოს დავუთმობ უფრო ვრცელი და გასაგები კონტენტისთვის, რადგან არანაკლებ საინტერესო ობიექტები არიან, ვიდრე მზის სისტემის პლანეტები. სატურნის შემდეგი საინტერესო ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ის ერთ-ერთი პლანეტა არის მზის სისტემაში, რომელზეც ალმასის წვიმა მოდის. საქმე იმაშია, რომ როგორც იუპიტერი, ასევე სატურნი შედგება მცირე რაოდენობის მეთანისგან. ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ მეთანი იშლება ორ ქიმიურ ნაწილად, ნახშირორჟანგად და წყალბადად.
როცა ტემპერატურის მაჩვენებელი მაქსიმალურს აღწევს, ნახშირორჟანგი გარდაიქმნება ალმასად. დედამიწაზე ალმასი ცოტა სხვაგვარად წარმოიქმნება. დედამიწის ზედაპირიდან თითქმის 150 კილომეტრ სიღრმეში მანტიაში მყოფი ნახშირი უდიდესი ტემპერატურით და უძლიერესი წნევის ზემოქმედების ქვეშ მილიონობით წლების მანძილზე გარდაიქმნება ალმასად. სატურნზე საუბრისას კი ალმასის ნაწილაკები თვითონ სატურნის ატმოსფეროშივე ყალიბდებიან ბევრად ნაკლებ დროში. სატურნის ერთ-ერთი ატმოსფეროს ფენა იმდენად ცხელია და იმდენად დიდი წნევა ახასიათებს, რომ მასში მეთანი იშლება ნაწილება და გარდაიქმნება ალმასად. რადგან სატურნს არ აქვს მყარი ზედაპირი, ალმასის ნაწილაკები სატურნის ცენტრისკენ მიისწრაფიან, სადაც იწვიან და დნებიან მაღალ ტემპერატურაში. ალმასი 2000 გრადუსის ზემოქმედებით ჯერ გრაფიტად იქცევა, შემდეგ კი მთლიანად ორთქლდება სატურნის უბსკრულში. ეს არის ერთ-ერთი საოცარი ფაქტი ჩვენი ულამაზესი სატურნის შესახებ. შემდეგი საინტერესო და მზის სისტემისთვის უნიკალური ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ სატურნი ერთადერთი ობიექტია მზის სისტემაში, რომლის ბრუნვა თავის ღერძზე უფრო სწრაფია, ვიდრე ორბიტალური ბრუნვა მზის გარშემო. სატურნის ბრუნვა თავის ღერძზე იმდენად სწრაფია, რომ დღე მის ზედაპირზე მხოლოდ 10 საათს და 34 წუთს უდრის. რაც უფრო შორდებით დედამიწას, მით უფრო იზრდება პლანეტების ორბიტალური მანძილიც მზის გარშემო. თუ იუპიტერს სჭირდებოდა დაახლოებით 12 წელი ერთი წლის გასაკეთებლად ჩვენი მნათობის გარშემო, ამჯერად სატურნს სჭირდება დაახლოებით 30 წელი. დედამიწის 365 დღესთან შედარებით. სატურნის ბრუნვა მზის გარშემო უდრის 9.69 კილომეტრს წამში, ან 34884 კილომეტრს საათში. მზის სისტემის პლანეტების კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა არის სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე მყოფი 6 კუთხედი, რომელიც ერთი დიდი შტორმის და მის გარშემო დაახლოებით 6-7 პატარა შტორმის მორევისგან შედგება. 6 კუთხედის ცენტრში მდებარეობს უდიდესი შტორმი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 30000 კილომეტრია. შტორმის შუალედური სიჩქარე კი დაახლოებით 350 კილომეტრი საათში, რომელიც საათის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. გავიხსენოთ ვენერა. ვენერას ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე უდიდესი შტორმები მდებარეობს, რომლებიც პლანეტარულ მასშტაბს იღებენ. სატურნს დაახლოებით იგივე პრინციპი ახასიათებს, მხოლოდ ერთი განსხვავებით. სატურნი დაახლოებით 100-ჯერ მასიურია ვენერაზე. ჩრდილოეთ პოლუსის შტორმი სატურნზე ზუსტად იგივე პრინციპით ღრმავდება პლანეტის ატმოსფეროში, როგორც ვენერაზე, რომელიც თითქმის 100 კილომეტრის სიღრმემდე ჩადის და სატურნის ატმოსფეროს ფენებს შუაზე ხლეჭს. ზუსტად მისი სიძლიერის, ზომის და სწრაფი ბრუნვის გამო 6 კუთხედი წარმოადგენს ერთ-ერთ დიდ და ძლიერ შტორმს მზის სისტემაში. მის გარშემო კი დაახლოებით 6-7 პატარა შტორმის მორევი, ეგრეთ წოდებული მცველები, არ აძლევენ საშუალებას დიდ შტორმს სატურნის ზედაპირზე გავრცელებაში და თითქოს ოქტაგონში ყავთ გამოკეტილი. ზუსტად პატარა შტორმები, რომლებიც უდიდესი შტორმის გარშემო ბრუნავენ, აწვევიან უძლიერესი წნევით ცენტრალურ შტორმს. ცენტრალური შტორმი კი აწვება პატარა შტორმის მორევებს და ცდილობს სატურნის ზედაპირზე გავრცელებას. ზუსტად შიდა და გარე შტორმების მორევების შერკინების გამო წარმოიშვა ოქტაგონის ფორმა სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის ზედაპირზე. საინტერესო ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ სატურნის 6 კუთხედი ყოველ რამდენიმე წელში ერთხელ ფერს იცვლის. ეს უცნაური ფენომენი ჯერჯერობით ამოუხსნელია მეცნიერებისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? დაწერეთ კომენტარებში. ოქტაგონის კუთხეების დიამეტრი დაახლოებით 14000 კილომეტრს უდრის. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მხარეს დაეტეოდა 6 დედამიწა. ოქტაგონის ცენტრში კი დაახლოებით 3 დედამიწა მოთავსდებოდა.
სატურნის ტემპერატურის აზომვა ერთ-ერთი რთული საქმე იყო კოსმოსური ზონდისთვის. სატურნის ატმოსფეროს ფენების ყოველ ფენას საკუთარი ტემპერატურა გააჩნია. ყველაზე ზედაპირი ფენის ტემპერატურა დაახლოებით -70 გრადუსია, ხოლო ტემპერატურა იუპიტერის ცენტრში დაახლოებით 11500 გრადუსამდე მერყეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სატურნი 2.5-ჯერ უფრო მეტ ტემპერატურას გამოყოფს, ვიდრე ჩვენი ვარსკვლავისგან იღებს. ასევე სატურნს აქვს უდიდესი მაგნიტური ველიც, მაგრამ მხოლოდ უდიდესი, რადგან მის ზომასთან შედარებით დედამიწის მაგნიტურ ველზე ნაკლები ძალა გააჩნია. სატურნის მაგნიტური ველის ძალა იუპიტერის მაგნიტური ველის მხოლოდ 1/20 ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ ეს საკმარისია, რომ საკუთარი თავი მზის ქარისგან და რადიაციისგან დაიცვას. ასევე მაგნიტური ველის და მზის ქარის გამო სატურნის პოლუსებზე აღენიშნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნათებაც. რაც უფრო ძლიერია მზის ქარი და რადიაცია, მით უფრო მძლავრი სიკაშკაშე ახასიათებს პოლუსებს. ვიცი მოუთმენლადელით, როდის ვახსენე ბოლოს და ბოლოს სატურნის ეგრეთ წოდებულ ბეჭდებს. მაგრამ მე მხოლოდ სატურნზე ვყვები ამ ვიდეოში, რადგან სატურნის ბეჭდებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სატურნთან. იმიტომ რომ გაცილებით გვიან ჩამოყალიბდნენ და აღვიქვამ როგორც სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრს. სატურნის ბეჭდებს კი ცალკე ვიდეოს დავუთმობ. ისევ ახართ, მოდით გავაგრძელოთ. ვერანაირად ვერ გამოვტოვებდი სატურნის ბეჭდებს, იმიტომ რომ ზუსტად მათი არსებობით ვანსხვავებთ სატურნს სხვა პლანეტებისგან. სატურნის ეგრეთ წოდებული ბეჭდები ვაშფოთებს უზარმაზარი ზომით და ულამაზესი ფორმით. დედამიწიდან სატურნის ბეჭდების თვალიერებისას ჩანს სრული იდილია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით ქაოსურია. ბეჭდები უმეტესად შედგებიან ყინულისგან და შეუჩერებლად ეტაკებიან ერთმანეთს. იმსხვრევიან და გარდაიქმნებიან მცირე ნაწილაკებად, ბოლოს კი მტვერის იერსახეს და თვისებებს იღებენ. ბეჭდების რაოდენობა სატურნის გარშემო დაახლოებით 500-დან 1000-მდე გვხვდება, მაგრამ ტელესკოპებიდან და ზონდებიდან მკვეთრად მხოლოდ 2 ბეჭედს ვამჩნევთ. ისმის მთავარი კითხვა: როგორ წარმოიშვა სატურნის ბეჭდები? დაზუსტებით არავინ იცის პასუხი, მაგრამ არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. სანამ სატურნის ბეჭდების ჩამოყალიბების მომენტს შევეხები, მანამდე მინდა შევეხო სატურნის ტრიალს თავის ღერძზე. სატურნის ღერძის დახრა უდრის დაახლოებით 27 გრადუსს, ხოლო სისწრაფე საკუთარი ღერძის გარშემო უდრის დაახლოებით 9.97 კილომეტრს წამში, ანუ 35532 კილომეტრ/საათში. სატურნის ფორმა არ არის იდეალურად მრგვალი. მისი მცირედი სიმკვრივის და სწრაფი ბრუნვის გამო თავის ღერძზე მის ფორმას ელიფსოიდს უწოდებენ. ახლა კი შეგვიძლია დავუბრუნდეთ სატურნის ბეჭდების ჩამოყალიბების მომენტს. სატურნის ბეჭდების ასაკი დაახლოებით 70 მილიონი წლიდან 400 მილიონ წლამდე მერყეობს. ანუ დაახლოებით იმ მომენტში ყალიბდებოდნენ, როცა დინოზავრები გადაშენდნენ დედამიწაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სატურნის ბეჭდების ნაწილაკები დინოზავრების გაყინული ძვლებისგან შედგება. ვხუმრობ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, რამდენიმე ათეული მილიონი წლის წინ სატურნს მიუახლოვდა ყინულოვანი ობიექტი,
რომელიც პლანეტის მასის 30%-ს წარმოადგენდა. ყინულმა სატურნის ატმოსფეროს ძლიერ ზემოქმედებას ვერ გაუძლო და დაშალა ტრილიონ პატარა ნაწილაკად და უდიდეს ლოდებად. სატურნის სწრაფი ტრიალის გამო თავის ღერძზე სატურნმა გარშემო იწერა ყინულოვანი ობიექტი. შემდეგ კი პლანეტის გრავიტაციით ყინულოვანი ლოდები და მცირე ნაწილაკები მოათავსა პლანეტის ეკვატორთან და საკუთარი ტრიალით თავის ღერძზე ყინულოვან ნაწილაკებსაც დააწყებინა ტრიალი. მეორე თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ყინულოვანი ობიექტი შეეჯახა სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრს და ისევ და ისევ სატურნმა თავისი გრავიტაციით გარშემო იწერა საკუთარი სხეულის გარშემო. რაც ნაკლებად დამაჯერებელია, იმიტომ რომ არსად ხვდება თანამგზავრის ნატეხები. თვითონ ბეჭდების ნაწილაკები კი უმეტესად ყინულისგან შედგება. მესამე თეორია კი ამბობს, რომ ყინულოვანი ობიექტი თავად იყო სატურნის თანამგზავრი და სატურნის უძლიერესმა გრავიტაცია მიიზიდა. ძალიან ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ სანამ ნამდვილი ისტორიული ფაქტი არ დაფიქსირებულა, თქვენს შემომთავაზეთ თქვენი იდეები, როგორ ჩამოყალიბდნენ სატურნის ბეჭდები. ბეჭდების დიამეტრი დაახლოებით 270,000 კილომეტრს უდრის. რაც სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, უმეტესი ბეჭდების სისქე 50 მეტრია. ზოგიერთი ბეჭდის სისქე კი 5 მეტრზე ნაკლები. ბეჭდების სიჩქარე სატურნის გარშემო 17-დან 24 კილომეტრ-წამამდე მერყეობს. რაც უფრო შორს მდებარეობს სატურნის ბეჭედი, მით უფრო ნაკლებია მისი სიჩქარეც. ასევე რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სატურნის ბეჭდებზე, ისევე როგორც პლანეტების ზედაპირზე, არსებობს მთები, რომლების სიმაღლეც 4 კილომეტრს აღწევს. ზოგიერთი ყინულოვანი ნატეხი დიამეტრით 20 მეტრია. ზოგი კი ზომით სანაპიროზე მყოფი ქვიშის ნაწილაკს გავს. სატურნის ბეჭდების ტემპერატურები ძალიან გაურკვევლად არის განაწილებული. მეცნიერების აზრით ბეჭდების ტემპერატურა დამოკიდებულია მათ სისქეზე. რაც უფრო დიდია ბეჭდის სისქე, მით უფრო მეტია მისი ტემპერატურაც. მაგრამ რომელ ბეჭედზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ყოველთვის მათი ტემპერატურა დაახლოებით -140-დან -200 გრადუსამდე მერყეობს. რატომ აქვთ სატურნის ბეჭდებს ასეთი ბრტყელი დისკის ფორმა? ბეჭდების ბრტყელი დისკის ფორმის მიზეზები არიან სატურნის გრავიტაცია, ცენტრიდანული ძალა და სატურნის მაგნიტოსფერო. გრავიტაციული მიზიდულობა მიდრეკილია შეკუმშოს ბეჭდები ყველა მხრიდან და არ გაფანტოს კოსმოსის სივრცეში. ცენტრიდანულმა ძალამ სატურნის სწრაფი ტრიალის გამო უფრო განზე გაშალა სატურნის ბეჭდები. ხოლო მაგნიტოსფერო უზრუნველყოფს ბეჭდების ძალიან ლამაზ დაყოფას და განლაგებას სატურნის გარშემო. ასევე ბეჭდების ფორმაზე პასუხისმგებლები არიან სატურნის თანამგზავრებიც თავიანთი გრავიტაციით. წეღან ვახსენე რამდენიმე ჰიპოთეზა, თუ საიდან წარმოიქმნა სატურნის ასეთი ულამაზესი ბეჭდები. ახალი ამბების მიხედვით თუ იმსჯელებთ, სატურნის ბეჭდებში დაახლოებით 100 თანამგზავრი მგზავრობს. თან ისიც ვახსენე დასაწყისში, რომ მხოლოდ ერთ თანამგზავრზე ვისაუბრებდი და ამ თანამგზავრის სახელია ენცელადი. გაირკვა, რომ სატურნის ერთ-ერთი გარე ბეჭდის წარმოშობის მიზეზი არის ენცელადი და მის მიერ დატოვებული კვალი მის ორბიტაზე. ზონდმა, რომელსაც კასინი უგენსი ეწოდება, ენცელადი შიგთავსი და ზედაპირი დაასკანირა. აღმოჩნდა, რომ მასში ქიმიურ ნივთიერებათა შერწყმის გამო უდიდესი აქტიურობა შეინიშნება და ყველაფრის მიზეზი არის სატურნის მოქცევა-მიქცევის ძალა, რომელიც ფიზიკურ გავლენას ახდენს თითქმის მის ყველა თანამგზავრზე. სატურნის უძლიერესი ზემოქმედების ქვეშ ენცელადს ასევე ახასიათებს უდიდესი გეიზერები, რომლებიც ეგრეთ წოდებული კრიოვულკანებიდან ისვრიან უდიდესი წნევით წყლის ორთქლს და სხვა ქიმიურ ნაწილაკებს. ენცელადი მოძრაობს სატურნის გარშემო და თავის ორბიტაზე ზუსტად კრიოვულკანებიდან ნასრო წყლის ორთქლს და სხვა ქიმიურ ნაწილაკებს ტოვებს კვალის სახით, რომელიც სატურნის
ერთ-ერთ ბეჭედს წარმოქმნის. არსებობს ინფორმაცია, რომ სატურნის ბეჭდები 2025 წლის მეორე ნახევარში გაქრებიან დედამიწის ტელესკოპებიდან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბეჭდები წყვეტენ არსებობას. ეს იშვიათი მოვლენა ხდება სატურნზე სეზონების ხანგრძლივი ცვლილებების გამო, რომელიც დაახლოებით 30 წელი გრძელდება. ამ ციკლის განმავლობაში იცვლება პლანეტის დახრილობა და კუთხე დედამიწის მიმართ, რაც იწვევს ბეჭდების დროებით გაქრობას. ეს ხდება ყოველ 13-დან 16 წელიწადში ერთხელ, ზუსტად ბეჭდების მცირედი სისქის და ხედველობითი კუთხის გამო დედამიწიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე ასწლეული ვიკვლევთ კოსმოსის სივრცეს, კოსმოსი მაინც ინახავს უთვალავს საიდუმლოებებს. თუ მსგავს სასწაულებს ვხედავთ ჩვენს მზის სისტემაში, ჩვენთან ახლოს, წარმოიდგინეთ, რა ხდება ჩვენს მთელ გალაქტიკაში, ან ჩვენი გალაქტიკის გარე სივრცეში. რადგან ჩვენც თითოეული ადამიანი ამ საოცრების მიზერული ან უდიდესი ნაწილი ვართ. ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ გველის უამრავი სასწაულებრივი ამბავი, უამრავი ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ. მზად იყავი, რადგან ჩემი არხი შენს გონებაში დიდ განხეთქილებას მოახდენს. გაგიხსნი გონების თითოეულ ჩაკეტილ ნეირონს, გაგიფართოვებ მსოფლ მხედველობას და უფრო მეტად ჭრელი და ლამაზი გახდება შენი სამყარო. გამოიწერე არხი და გახდი ჩემი კოსმოსური ხომალდის თანამგზავრი. მიიღე ჩემთან ერთად კოსმოსური განათლება. წლების შემდეგ კი ალბათ შენც გახდები ჩემი კოლეგა ასტრონომი და ერთად გავაგრძელებთ კოსმოსის წიაღისეულების გამოკვლევას. წამომყევი მე და აივსი აზრიანად გონება.